წინა იმაზე წინა პირველი საუბარი იყო ედაშენიგია ყოველ შემთხვევაში ამ ფორმატში და გავამახვილეთ ყურადღება და ამით დავიწყე და პირველად დააჭირა გულსაც და გონებასაც რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბერ გაბრიელის და ბერ ნიკოლოზის კავშირის გაცნობიერებას. ანუ გაცნობიერება რას ნიშნავს? ადამიანი ალბათ უნდა ატარებდეს თავის თავში ამ კავშირს, თორე თუ არ ატარებ და თუ შენში არ არის განცდა რომ ეს ორი დიდი ბერი ერთია, რაც უნდა ილაპარაკო, არ იქნება ეს ლაპარაკი ალბათ არც დამაჯერებელი და არც სასიხარულო თვითონ ბერებისთვის და წმინდა ბერებისთვის, მათი სულისთვის და იმისთვის, რასაც ქვია წმინდანთა, ასე ვთქვათ, უწყვეტი ჯაჭვ. ხო და ეს რო ვილაპარაკე, მე რაღაცნაირად ვიფიქრე და უბრალოდ ვიგრძენი, რომ ეს არის ის ანუ ჩვენ ცოტა სკეპტიკური დასკვნაც გამოვიტანეთ, თქვით, რომ არ გჯერა და როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ შორის არ არის კავშირი. მაგრამ იცი რა არის ჩვენ შორის, ანუ ვთქვათ ბერ გაბრიელის, მე ხელა კადნიერება არ მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ბერ გაბრიელთან მქონდა, ასე ვთქვათ, ღრმა შეხებები, თუმცა გადაკვეთა იყო აკადემიის. არა, სიყვარულით ხო გიყვარდა. იცი რა არის, მამა ნიკოლოზმა უფრო შეგამარა, უფრო მიგაახლა. მაგრძნობინა, აი ზუსტად შიგნით მაგრძნობინა, რომ ერთი ვართ. მაგრძნობინა ერთხელ მოვიდა და ორი ქუდი რომ აჩუქა, კი ვთქვი, ეხლა ის შემთხვევით არ იყო ალბათ ერთი ბერი გაბრიელის, ერთი თავის. მაგრამ ეს მაინც გინდა არ გინდა მაინც მატერია, მაგრამ მამა გაბრიელის ქუდიც გაჩუქა და ერთად მომცა რაღაცა, არც ვიცი რა არის, მე ისა და რო გავხსენი, ერთი ის ფოტოებში რო ბერ გაბრიელს ქუდი აქვს, წმინდა ბერს და მეორე მამა ნიკოლოზის. კი, ხო, არ მიტყავს ხოლმე საჯაროდ ესე არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში ესე იყო, მაგრამ ეს მაინც მე უფრო ღრმად გულში ჩემთვის პირდაპირ ერთი არის. და იცი რა არის? ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ რო ვერთდებით, ვერ ვერთდებით, ანუ ჩვენში ვერ გამრთელდა ის ორი ფიგურა, ფენომენი, რასაც ქვია ბერი გაბრიელი და ბერი ნიკოლოზი. ეს ჩვენ გვინდა, თორე მათთვის ეს თვითონ ისედაც ერთნაირია. არა, ამიტომ ჩემთვის არ არის ეგ პრობლემა, ხო, ლაზარე. მაგას თქმა მინდა. კი, ერთნი არიან, თქვა, არ არის, არა, ერთნი არა, ის თქმა მინდა, იცი უფრო. შენთვის პირადად არ არის ეს? კი, მესმის, მაგრამ ქვეყნის გამრთელება, ამ გამრთელებით იწყება, ჩემი მოკლე ჭკუით ვასკვნი. არა, ეს ძალიან სერიოზული რაღაცა. თუ ესე არ მიგაჩნია, რომ ის ერთი სულია, ერთია ყველაფერი რა, თქვა. აი მაგალითად, ეხლა 1-2 დღის უკან მოусმინე, მე უფე დანიელი რო იყო მობრძანებული მამა ნიკოლოზის დაკრძალვაზე. და იქ, ვერ შევაჩერე რა ვერანაირად რა ხალხი ცდილობდი, კაი ერთმა კაი რაღაც თქვა, კაი რაღაც შეეკითხა მე უფე დანიელს, მაგას ვიტყვით ალბათ რა, როცა იქნება და მე ვცდილობდი რომ მომეთმინა ელაპარაკა მე უფე დანიელსთან არ მინდოდა რაღაცა წინ გასწრება, რომ აი სულ ვცდილობდი რომ მამა ნიკოლოზი რო იყოს აქ ამ წუთას გვერდზე, ხო, აი როგორ მოვიქცეოდი და მასე მაქსიმალურად ვეცადე რომ მომეთმინა რა. და მას როგორ გაუხარდებოდა? ხო რა, იმიტომ რომ მამა ნიკოლოზს არ უყვარდა მე უფე საბასთანაც ერთხელაც ვერ მოვითმინე რაღაცა უთხარი ვითომ რა ისე. კაი რამე უფე საბა მეთქი და რაღაც დამპირდა ათომისთიდან ჩამოეტანა და კაი რა მეთქი მე უფე საბა მეთქი და რატო არ ჩამომეტანა მეთქი და მამა ნიკოლოზი იყო გვერდზე და არ ესიამოვნდა მე რო წავიდა მე უფე საბა კი არა მამა საბა მცხეთაში გარდაცვლილი მამა საბა კუჭავა ხო და არ მიყვარს გიორგი მე ეს არ მომწონს მე ეს რა არის ეს
მიწა გამსკდომო და ისე მითხრა შენიშნა, ისე წყნარად და მე დავეძებდი მამასაბას ბიჭო, დავეძებდი და ძლივსღა სადღაც მოვხდით ერთად და ორჯერ რა, ხან დაუჩოქე, ხან ბოდიში ვუთხარი, ხან ყველანაირად რომ მეთქი მამასაბა, აი მამა ნიკოლოზის გვერდზე ეს. ანუ ამას რატო ვამბობ ახლა? ნახე, მეუფე დანიელი, გამახსენდა მეუფე დანიელი. მეუფე დანიელი ამბობს იმას, რომ მამა ნიკოლოზი კი იცნობდა კაცო მამა გაბრიელის, მაგრამ არანაკლებად მე ვიცნობდი და არანაკლებად მეც ახლოს ვიყავი მე მამა გაბრიელთან. მეუფე დანიელი ამბობს ამას. სად მეუფე დანიელი რო იყო მამა გაბრიელთან და სად კიდე მამა ნიკოლოზი რო იყო რა ვთქვათ. ამას მეუფე დანიელს, ეხლაც ბოდის ვიხდი მასთან ვთქვათ, მაგრამ ვერანა ჯერ ძალიან უხერხულია გამიგე, მანდა მაინც ანაფორა უნდა გეცვას, რომ ილაპარაკო სასულიერო პირი რო იყო, სასულიერო პირთან, ასე ვთქვათ, უხერხული რაღაცაა რა, იქ არის რაღაც ბარიერი რა, ლაზარე, ხო ესეა ყოველთვის. და ლაპარაკობს ამას მეუფე დანიელი და ვერანაირად კარგად ვუთხარი რაღაცეები, მაგრამ აი ის რომ აი რა შეკითხვა მქონდა იცი, აი ერთნი რო არიან, როგორ არ მჯერ რაღაცო. კი, გასაგებია ერთსულოვნება და ერთი აზრი და მამა ნიკოლოზი ამახვილებდა ამას მამა გაბრიელის, აი მამა გაბრიელის მრევლი იგივე ჩემი მრევლი იყო, მამა გაბრიელი ესეთი იყო, მეც ესეთი ვარ. ხო, აი ერთს ვიტყვი უბრალოდ ჩავამატებ ერთს, ანუ აქ რაშია ჩემი აზრით ხანდახან ჩვენი ცნობილება, რომ ერთნი არიან სულით, მაგრამ ამ დროს ძალიან განსხვავებული. აბსოლუტურად. აი ეს არის სწორედ ის თავისუფლების ხარისხი, აი რაზედაც ჩვენ გული გვტკივა ზოგჯერ, ხო? იერარქიის პატივისცემა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვიჩვენებდა ამას და მე არასოდეს არ დამოვიწყდება რომ დაუჩოქა კაცო. ანუ პატივისცემა ეს სხვა ერთი თემაა, მაგრამ მეორე თემა მაინც არის ის, რომ იერარქია მაინც შინაგანი კატეგორიაა. მე შენგან რო ვიგრძნობ ჩვენ რაც მამა ნიკოლოზმა გვასწავლა გვიჩვენა ეს თორე სიტყვებით ნაკლებად რა გვიჩვენა რომ ის ჩვენზე მაღალი ჩვენ იმიტომ გვაქვს ის განცდა რომ ჩვენზე დაბალი იყო ანუ შენ მოდიოდა შენთან იმხელა სიმდაბლით რომ შენ უნებლიეთ გიჩნდებოდა ყოველ შემთხვევაში მე სკოლა გავიარე მამა ნიკოლოზთან ანუ მისი სიდიდე მის სიპატარავეში იყო ესე ვთქვათ ხო გესმის როგორც ბავშვი ისე რო გექცეოდა და როცა ასე სკოლას გადიხარ გამომცნობელი თავდაბლობა მერე გიჭდია და მერე გიჭირს უკვე შენ ბრძანებების ენის დირექტია ხალხა ძალიან ძნელია მაშინ გამოდის რომ მაგარი მასწავლებელი რო ყავს გამოდის რომ ბოდის ვიხდი მეუფე დანიელთან შეიძლება ვიღაცა ისმენს არ გამომივიდეს ან რაღაცა ისეთი ტონით ნათქვამი გამოდის რომ ბრძანებლური ტონით ან რაღაცა შეიძლება სიცივე რომ მოდის იმას ვერ ღებულობ ხო სიცივე რომ მოდის ვერ ღებულობ იმიტომ რომ გავლილი რო გაქვს ეს სკოლა ძალიან რთულია, ესეც უნდა გაგვიგონ, ხო ასეა. მოდი ესე ვიტყვი რა. იმიტომ რომ აი მაგალითად ვიტყვი ხა მეუფეშიო მივიდა ვთქვათ ისა პატრიარქიშიო, ხო? ეხლა ეს ამას კრიტიკით კი არ ვამბობ. და პარლამენტის წევრებმა დაჯეჯგვეს ერთმანეთი პირველ მისვლაზე. ანუ რა არის? შენ როდესაც ძალმოსილება როცა არ უკავშირდება მადლმოსილებას, მაშინ იწყებ ბრძანებებს ალბათ. ცხოვრებაში ესეა. ყველაზე უფრო უცოდინარი მასწავლებელი, ყველაზე უფრო სასტიკია. ყველაზე უფრო არაძალმოსილების, აი ძალაუფლება ქართული სიტყვა, ნახე? უფლება მაშინ გაქვს, როცა ძალა გაქვს და ძალა მაშინ გაქვს, როცა მადლი გაქვს. ოდიში ახლა ესე ჩავხევი, ანუ რა არის, კი ბატონო, მე როგორ არ მოგისმენ, მაგრამ რო ვიგრძნობ სიცივეს, სისასტიკეს, დაუნდობლობას, ხო, უკვე მიჭერს მოსმენა და ჩვენ მამა ნიკოლოზთან სხვა სკოლა გვაქვს გავლი. ანუ დიდი მოწყალების, დიდი შეწყალების, დიდი პატიების, დიდი მიტევების და ამავე დროს დიდი პრაქტიკული სწავლების ყოველგვარი სიტყვის გარეშე და როცა ამას გავდივართ და
შენ მამა გაბრიელთანაც გაქვს გავლილი, იმიტომ არა, საინტერესო. ეს გავლილი არა, გავლილის სკოლა, ეს კი არ ნიშნავს, რომ თქვა უმაღლესი სკოლა და დაუწყომ რაღაცას გეკითხები, ასე ვთქვათ, ეხლა რა აზრი აქვს იმ გავლას, თუ ადამიანმა რაღაცა არის სწავლე, თუ ადამიანი როგორც საჭიროა ისე არ გამოსწორდი და წამდაუწომ მე იმ წინა ვიდეოშიც გითხარი, ბევრ რამეს გეკითხებოდი და გეკითხები მეთქი, ხო? რატო? იმიტომ რომ თუ ადამიანი რა აზრი აქვს ეხლა იმ სიარულს და ხელების ქნევას, ან კიდე მე ქრისტე მეფე ნარიმანი ხარ და ის და ეს და რაღაცები თუ შენ არ გამოსწორდი, რა აზრი აქვს ამას ყველაფერს? რა არ ვიცი. თან გამოსწორება და ეს ეხლა შორს წაგვიყვანს რა ძალიან სხვა თემაზე გადავიდებს. მე შენ დაგირეკე ვიდეოს ჩაწერის მერე და გითხარი რომ ლაზარე მეთქი რა არის იცი მეთქი მოდი სისხლზე მამა ნიკოლოზის უხრწნელ სისხლზე მინდა რომ ჩავწეროთ მეთქი და შენ მითხარი რომ კარგი იქნება ხო კი და აი ამაზე მინდოდა და გველაპარაკა და რაღაცას თუ ბოდიში რაღაცას თუ დავამატებდი ეს თემა დაიწყე იმიტომ გამოგხდა არა ეს ძალიან კაია ხო კი ბუნებრივად ასე ვთქვათ, რასაც არც მომზადებულ ვარ და არაფერი. ჩვენ ეს სტილი ავიღეთ, რომ თავისუფლად ბუნებრივად და არც შეცდომისგან ვარ დაზღვეული და არც კრიტიკისგან, ასე ვთქვათ, ავირიდებ თავს თუ არანაირად. შეიძლება ბევრი შევიცდეთ კაცო, არა. ხო, ეს არის, ესე იგი დავიწყო, ხო, ასე ვთქვათ, ამ თემაზე, ამ თემაზე თუ რაც არის, ხო? ანუ შეიძლება ახლოდანაც აჩვენოთ, მაგრამ ნუ რა ვიცი, როცა გინდათ, როცა მეტყვით აჩვენეთ ახლოდანაც. ეს არის მამა ნიკოლოზის უხრწნელი სისხლი ლაზარე და აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია, ასე ვთქვათ. ეს არის 2000 არ ვიცი, რომელი წელი იყო, როდესაც გამრეკელის ქუჩაზე დაახლოებით უკვე 1 წელი ცხოვრობდა. თუ რამდენიმე თვე, არ ვიცი, ეგაც არ ვიცი, მაგრამ თავისი ფეხით წავიდა სამონტყოფოში, გამრეკელის ქუჩა არის დაახლოებით ნუცუბიძეზე და ნუცუბიძის ქუჩის გვერდზე, თბილისში და თავის ფეხით უცებ გამოვიდა მამა ნიკოლოზი, გულზე ჰქონდა პრობლემა, ნუ მე არ ვიყავი მამა ნიკოლოზთან, იქ გამრეკელის ქუჩაზე რო გავიგე. იმ წუთას არ ვიყავით, ყველა მოგროვდით მოკლედ ხალხი და გავიგე რომ რესპუბლიკურ სამონტყოფოში თავის ფეხით წავიდა. არ ვიცი, გააჩერა ტაქსი, ზოგჯერ აჩერებდა ტაქსს რა. და ხო, ეს იყო დაახლოებით 2015-17 წელი. დაახლოებით, არ ვიცი რა რომელი. ნუ ხალხმა იცის ეს. ნუ მივედი მამა ნიკოლოზი უკვე საერთო რაღაცა ადგილები ბევრი არ იყო და რაღაც ჯერ არ იცოდნენ დააწვენდნენ თუ არა და გადასხმა ქონდა გაკეთებული. ნუ მეგონა ძალიან ცუდად იქნებოდა, ცუდ ხასიათზეც იქნებოდა. ნუ მივედი გაღიმებული დამხვდა რა. გამიკვირდა თქი რა ხდება, იმიტომ რომ ცუდად იყო რა. გაღიმებული თითქოს აბსოლუტურად არაფერი არ ჭირს, გამიგე? ნუ იქ მახსოვს და რაღაც ვაჩვენე კიდევაც მამაო აი იმის აი თქვენ რომ მითხარით ანუ თვითონ მითხრა ივანე მაისურაძის ხელნაწერების გამოცემა როდის 2000-იან წლებში და ის მეჭირა ხელში რა უკვე გამოცემაზე მუშაობდი რა და აბა მაჩვენეო და იქ რაღაც ათონის ივერის ღვთისმშობლის ძველი ჯერ ფოტოგრაფიამდე იყო ლითოგრაფია ხო და ის ლითოგრაფია რო დაინახა რა სადღაც ინტერნეტში რო ვნახე ესო კარგია გამოეციო რა ნუ ესე იგი ესაც დამავალა რა და ნუ მე გამიკვირდა რა რომ ცუდად არის და ამ დროს მეუბნება ნუ კარგი ნუ უცებ მეძახის მანანა უჩავა აი გია მე მინდა რომ შენ ეხლა ბევრი ხალხი შეიძლება მომთხოვოს არ მინდა ეხლა ეს რაღაც ისეთ ხელში ჩავარდეს მე შენ ნუ ვიცნობთ უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ხო 2000 წლიდან მამა ნიკოლოზთან ოჯახით დადიოდა და ასე ვთქვათ მამა ნიკოლოზ რესპუბლიკურში მუშაობდა მანანა ქალბატონი მანანა და
ძალიან კაი ადამიანი რა თქმა უნდა რა და კურნალი. ხო, მამა ნიკოლოზი ექიმი, ასე ვთქვათ და მამა ნიკოლოზის სისხლი მანანას ჰქონდა თავიდანვე რა, ანუ 2000-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა სისხლი და ეხლაც აქვს ის უხრწნელი სისხლი. ჰქონდა ჯინორიასაც, ჰქონდა გონი ელისაბედ ვეკუასაც. ჩვენი ახლობელია ხო, ისიც მამა ნიკოლოზთან დადიოდა, ციგნი რო გამოსცა მამა ნიკოლოზზე. და ну, а ეს რამდენიმე ადამიანი ჯინორიასაც ჰქონდა ვახსენე ხო, მგონი. და ეხლა რა მინდა ვთქვა, არასდროს არ მქონია რა სურვილი, აი თავში არ მოსვლია სურვილი, აუ ნეტა მეც მქონდეს. ну, ეხლა რა საჭიროა რა ვთქვათ რა, ესეც სურვილი არ მქონია რა და მანანა რომ მეუბნება ამას. მოდიო რა, მე ოი გადავდევო რა სადღაცა გვერდზე აი ნახმარი მარლები და რაღაცა რომ აქვს რა, იქ გადავდევო, არ მინდა რომ ვინმე მომთხოვოსო და შენო ეხლა ვიციო, შეინახაო რა ამასო. ну, კაი, მივედით მაძლევს ამ კოლბას, აი ესეც, ეს არის გონი პლასმასია და უცებრო ამოიღო რა ამ იმიდან მარლებიდან და რაღაცა ნახმარებიდან ხედავს რომ სისხლი აღარ არის უხრწნელი. ანუ აი ესე იყო დაახლოებით 1 სანტიმეტრიც დაახლოებით რა ესე იყო ჩვეულებრივი შედედებული სისხლი. ამოვატრიალე, გადავატრიალე, ასე ვთქვათ ეს და ჩვეულებრივი ეს შავი ძირი ჩვეულებრივი მაღლა რჩებოდა გადატრიალების დროს, ხო? ეხლა დაწვრილებით რატო ლაპარაკობ ამას? მანანა მითხრა, არ გინდა მაშინ გიორგიო ესო რახან არ არისო ეს უკვე უხრწნელიო, ხო, ასე ვთქვათ. ну, რახან შედედდაო. შეიძლება ვიღაცა დაბრკოლდეს, ან აი შენ რო ამბობ რო უხრწნელი გაქვს, მე აი ხედავთ ეს არ არის უხრწნელი და ასე შემდეგ, ну, გაიმართოს მთელი პოლემიკა და რაღაცა, ხო? ამის გულისთვისო და არ არის რა ვიციო საჭიროა მგონიო რა. მოდიო ამასო ჩვეულებრივო ხო და მეთქი მანანა მოიცა მომიცი მეთქი ეს ჩემთვის მამა ნიკოლოზის უხრწნელი შედედებული სისხლი ძვირფასია მეთქი და წავიღე მამას მანანა და მარტო მე მეკნება ეს სახში მეთქი რა. აი ესე უთხარი, წავიღე სახში, მივედი იქ ცალკე უჯრა მაქვს, ასე ვთქვათ, სადაც ამა გაბრიელის ანაფორა კუდი და რაღაც ესეთი სანთლები რაღაცა ხარ ასე ვთქვათ. სადღაც იქ დავდე რა საპატიო ადგილას. და არაფერი არ მივაქციე რა, არაფერი ყურადღება, უბრალოდ ვიცი ძალიან მოწიწებით ვარ მამა ნიკოლოზის, იმიტომ რომ გიყვარს ის როგორც მამა გაბრიელი უკვე ისე ვარ რა, ადრე ვთქვათ ისე შეიძლება ვერ გავისიგრძეგანე როგორც საჭირო იყო მამა ნიკოლოზი. მე ვამბობ დასაწყისში. ვიცნობდი 1993-15 წლიდან, ხო? და ეხლა უკვე რაღაცა ისე ვარ რა, შეშინებული ვდგევარ, როგორც მამა გაბრიელთან ვიყავი, გამიგე რაღაც ისე ხედავ რომ ხედავს, გამიგე ჩემსას ყველაფერს გრძნობს და მოკლედ ესე ვარ, ასე ვთქვათ. მამა ნიკოლოზის პიროვნებასთან მიმართებაში უკვე ძალიან მოწიწებით რა და მით უმეტეს რომ შეიძლება გაგიცინოს მეგობრულად, მე მაინც თქვენობით ველაპარაკები და მოწიწებით რა მეთქი ახლა არ გამაბაზრა მეშინა რა და მოკლედ ასე შემდეგ ეს სისხლი დავაბრძანე მეორე დღეს მივედი გინდა დაიჯეროს ხალხმა, გინდა არ დაიჯეროს, მამა ნიკოლოზი წასულია, ამას არ ვამბობდი მე, არ ვაჩვენებდი არავის ამას რა. და გამოვაღე რა ეს უჯრა ჩვეულებრივ, ავიღე და სისხლი იყო მოძრავი, სისხლი გახდა ჩვეულებრივი მოძრავი რა. ბიჭო დავარდი მუხლებზე, მეთქი რა ხდება. ცოტა შემეშინდა, მეთქი რაღაცა არც ისეთი არ ყოფილვარ რა, კარგად გამიგოს ხალხმა, რომ აი სასწაული და რაღაცა, სასწაულის ძიების პროცესში არა ვარ, რომ აი რაღაცა სიზმარი ვნახე და აი რაღაც ცაზე რაღაც გამოჩნდა, ან კიდე რაღაცა იყო და ასე, იმიტომ რომ მამა ნიკოლოზთან ურთიერთობაში
მამა ნიკოლოზი მაგასაც ამბობდა რა, რომ არ არის გარეთანაც საწერია. ხო, აი როგორ ამბობდა, იცი? იყო პიროვნება, ყველა მიცის შეიძლება საქართველოში შეიძლება კი არა, ბევრმა იცის. დადიოდა ადამიანი, აი ეს სასწაულმოქმედი ჯვარია, იქ რუსეთში გამოჩნდა, იქ საბერძნეთში ის გამოჩნდა, საბერძნეთში გველები ხატებთან მიდიან და რა დადიოდა, ავრცელებდა და არ მომწონს გიორგი ესო მამა ნიკოლოზმა. საწერია სახარებაშიო, სასწაულით ქადაგებაო. აი ესე თქვა. არსად არ წერიაო. აი ესე მითხრა რა. ამიტომ მეც არ ვეძებდი რა, ანუ ვითომ რაღაცა მაინც რო შემესრულებინა რა, ასე თქვა. ნუ მოკლედ ლაზარე დავარდი მუხლებზე და იმის მერე ეს სისხლი, აი ეხლა აქ შავი ლაქასავით, ანუ არის ცოტა დიდი რა, ცოტა მყარი მასა, ხო? მაგრამ აი შეუძლია ჩვეულებრივ ვინც აი გიორგი ხო გვიღებს, ხო? შეუძლია ჩვეულებრივ მოიტანოს ახლოდან. აი ეს სისხლი მოძრაობს. აი ნახე, ეხლა ძირში ხო არის? გადავიდა, თუ გინდა შენი ხელით ნახე, ხო? შეიძლება ხო. ყველასთვის რა თქმა უნდა, ეს ხო ჩემი საკუთრება არ არის, ასე ვთქვათ. ეს არის საქართველოს ადრე თუ გვიან თუ რომელიმე თუ საქართველოს ეს დაინტერესდებოდა თუ ხო გესმის მოძრაობს, მაგრამ ნახე, როგორც ადრე იყო, ეხლა ცოტა ის გახდა რა, ეს შავი ეს ლაქასავით, შავი თუ შედედებული ლაქასავით, ხო? არ ვიცი, ახლა შედედება როგორ ქვია თუ მოძრაობს, ხო? ვთქვათ, მაგრამ აი ეს ცოტა რაღაცა იყო პატარა რა და ეს ცოტა დიდი გახდა ეხლა რა. ანუ უფრო ხო, ნუ არა, გაცოცხლდა. არა, სისხლი რო გაცოცხლდა, მაშინ კი. არა, დიდი გახდა რა. არა, მე რას ვამბობ, იცი, აი კედელზე იყო, აი ესე იყო, მე მაშინაც რო ნახე, ხო? კედელზე რაღაცა პატარა ოდნავ ნეკათითის ფრჩხილის, ასე ვთქვათ, ოდენა იყო მიწებებულებით რა და ეს მიწებებულებით არ მოძრაობდა და ეხლა ეს ცოტა დიდი გახდა რა, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი რა. მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია ის, რომ მეორე დღეს ეს შედედებული სისხლი ჩვეულებრივ ამოძრავდა. ლაზარე, მე ეს გვერდზე, სახლის გვერდზე 200 მეტრში კი არა, 100 მეტრში პოლიკლინიკაა, ჩავედი პოლიკლინიკაში, ექიმებს მოუყევი, რომ აი მეთქი აი ესე მოხდა. ექიმებმა მისმინეს, ჩათვალეო რა, ცოცხალი სისხლიაო რა. და ცოცხალ სისხლთან გვაქვს საქმეო რა. ჩათვალეო ჩვეულებრივო, ეს არის ცოცხალი სისხლიო. იმის მერე გავიდა 9 წელი, 8 წელი და ეს სისხლი მოძრაობს, ხო? ყველას აქვს უხსნელი სისხლი, ხო? ვინც ჩამოვთვალე, ხო? მანანა მალხაზიჯინურია, ელისაბედ გუა და არ ვიცი, კიდე არ გქონე, არ ვიცი, ზუსტად დაზუსტებით არ ვიცი, ვინმეს ხო ჩვენ ახლობელს და ესეთი მაგალითი, როგორც მე ეხლა მოვყევი, ესეთი მაგალითი არ ყოფილა. ეს არის მართლა, აბა მეტი სასწაული აღაგინდა გამიგე ადამიანს რა. აი ამას ვერ ვიგებ, ლაზარე, აი რატოა მე ეხლა არც სასწაულს ვეძებ, არც ხალხს მინდა მიუთი თუ აი ხალხო ხედავთ რაღაცა რეკლამა გაუწიო მამა ნიკოლოზს, გამიგე? არაფერი ასეთი არ მინდა რა, რომ მე ეს არ გახდეს საკრიტიკო სასულიერო პირების მიერ. რო აი ხედავთ და იმიტომ რომ არ მოსდით გულზე ეს მამა ნიკოლოზს რატო არ ვიცი გამიგე მაგრამ რატო ნუ მე მაგას რა ვიცი დაასრულე ხო თუ გინდოდა რა არა ვიტყვი ანუ რა მინდოდა რატო ეხლა თქვა როცა შენ დამირეკე და მე საერთოდ არ ამოც მიგრეგილება აი როგორც შენ ანუ გარეგანი სასწაული იმდენად ჩემთვის ასე ვთქვათ შინაგანად ზემოქმედების მატარებელი არ არის ჩემთვის ძალიან ურთიერთობა მამა ნიკოლოზთან იყო სასწაული და შედგებოდა ისეთი თითეული ჩქამი, წამი, წვეთი იყო მატარებელი ისეთი განუმეორებელი სიცოცხლის რომელიც უფრო და უფრო მერე დროში იხსნება ეს ასე ვთქვათ დროში ნათდება მაგრამ რატოა ჩემთვის საინტერესო მაგალითად სისხლის მომენტი, იმიტომ რომ
სისხლი არის აი უხრწნელი სისხლი თქვათ რას უნდა ნიშნავდეს ან თქვათ უხრწნელი სხეული ხო საერთოდ ესეთი რამ მაქვს საკითხული ხა დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ რაც მაქვს საკითხული რომ საერთოდ წმინდანის სხეული იწყებს თქვათ გახრწნას და მერე ჩერდება ზოგჯერ ეს რატო რომ გიჩვენოს ღმერთმა ღმერთის ძალა რო დაინახო ხრწნილების შეჩერებაში თორე უცებ და უხრწნელი კი არ არის სინამდვილეში არამედ აჩერებს ხრწნილებას და ამით განიშნებს და გიდასტურებს იმას რომ ის ადამიანი მოდი ესე ვთქვათ ადამიანი არის წმინდანი ეს არის ვთქვათ ერთ-ერთი ნიშანი წმინდანობის რომ აჩერებს ხრწნილებას სხეული და ნაწილობრივ შეიძლება გაიხსნას, მაგრამ შემდეგ ჩერდება. შეიძლება. ესე მაქვს საკითხი. ეხლა რაც შეეხება სისხლს. ანუ სისხლი, ჩემი აზრით, უხრწნელი სისხლი არის დასტური ხიდის. მე სისხლში იცი რას ვხედავ, იმიტომ რომ თვითონ სახარებაც რახან იწყება, ასე ვთქვათ, გენეტიკური აღწერილობით თვითონ ქრისტესი, ხო? ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ხო? ანუ წარმომავლობას, ანუ ჯიშს. და თუ კი ამხელა მნიშვნელობა აქვს, მაშინ სისხლი რა არის თვითონ, ასე ვთქვათ, სუბსტანციურად, როგორც ნივთიერება. სისხლი არის, მედიცინის ენაზე, ასე ვთქვათ, ეს არის გენეტიკა, ხო? ჯიშის მდინარე, სისხლის მდინარე, ხოლო სულიერად უხრწნელი სისხლი არის დასტური იმისა, რომ ადამიანს ხიდია უხრწნელებასთან. ანუ უხრწნელი ვინ არის? უხრწნელი არის ღმერთი. ხო? ანუ უხრწნელი სამყარო, აი მაგალითად გონებას რო ვიტყვით, გონება შეიძლება იყოს ხრწნილი, ანუ ამსოფლური, ანუ დამპალი გონება, რომელიც აგებული არის ლოგიკაზე და მის შედეგზე და უხრწნელი გონება, რომელიც არის იმქვეყნიური გონება, ანუ წმინდა გონება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ადამიანს რო აქვს უხრწნელი სისხლი, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს კავშირი, ეს ხიდია უხრწნელებასთან, აბარა. ეს არის ხიდი, ამაშია საქმე, მე რატო არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოო ჯამში ბერ გაბრიელისა და ბერ ნიკოლოზის ამქვეყნიურად დაკავშირება მოხდება. ჩვენ გვიყვარს პოსტფაქტუმ, ანუ იცოცხლა ადამიანმა, შევავიწროვეთ, დამტანჯეთ, შეურაცხავით, მაგრამ რახან წმინდანად შერაცხეს, ანუ სოფელმა უკვე ვეღარ დაიტია ის ცოდნა, ანუ ქვეყანა და აღიარა რომ არის ადამიანი წმინდანი, რატო აღიარა? აჩვენა იმ წმინდანმა, რომ წმინდანია, რით აჩვენა? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აი სწორედ ამ უხრწნელებით, უხრწნელი სისხლით, ანუ უხრწნელი ძალით, მადლით, რა ვიცი. სისხლი პატარა რამე არ არის. მოდი ესე ვიტყვით, სულიერი თვალსაზრისით, საერთოდ ერთი ესეთი მიდგომა არსებობს, რომ ერთ-ერთი სახლი სულის არის სისხლი. გული აუცილებლად და ანუ სული სად ბინადრობს სული, რა თქმა უნდა სისხლში, ჯიშში და გენეტიკაში. იმიტომაც არის, რომ მაცხოვრის გენეტიკური, ასე ვთქვათ, შტოს აღწერილობა დაზუსტებით არის თქვათ მოცემული, ეხლა ეს სწორია თუ არა, სწორია ეს სხვა თემაა, მაგრამ რატომღაც იწყება ყველაფერი, ის იმიშვილი იყო, ის იმიშვილი იყო, ის იმიშვილი იყო. ხო, თუნდაც ბაგრატიონების გენეტიკა რო ავიღოთ, თუნდაც საერთოდ ბაგრატიონის მე საერთოდ წამს მხოლოდ იმ ბაგრატიონის, რომელიც წმინდა, ეხლა ეს ჩემი სუბიექტური მიდგომაა. 100%. ეხლა კი ბატონო, ზოგი ამას არ მიიღებს, ზოგი მიიღებს. ეხლა მაშინ მეფე, რომელიც მეუფეს არ უკავშირდება, რა მეფეა? ფიტულა. მე რო თავზე ლარნაკი დამადგა, მეფე ვიქნები? ანუ ის გვირგვინი მაშინ არის ბუტაფორია, ის არის, ასე ვთქვათ, ლარნაკი, იგივე ვაზა, მოდი ესე ვიტყვი. აბა რანაირი გვირგვინია, რომელიც მეფეს, მეუფეს არ მაკავშირებს, ხო ასეა რა? ქრისტეს. აბა რა. მაგ მეუფებაზე ლაპარაკობდა ბერი ნიკოლოზი. სულის მეუფებაზე, სულის მეფობაზე, ანუ რაზე უხრწნელ სისხლზე. ამიტომ შე რო დამირეკე, მე მაშინვე ეს ჩემთვის ეს კი არ არის ის, რა ქვია, რომ აი მე უხრწნელია და ეს არის ნიშანი უბრალოდ იმისი, რომ ადამიანს ჰქონდა კავშირი
საღვთო წარმომავლობის ძალასთან, ანუ რასთან? მუდმივ კურნებასთან. და აი ეს დაადასტურა თავის სისხლით. ხო, მაგრამ ამავე დროს ლაზარე, ნახე ადამიანების კატეგორიას. ადამიანებს ან საერთოდ ხალხს, ხო, თუ აინტერესებთ მართლა სასწაული, ხო, მეტი სასწაული რა გინდა? ერთ-ერთი სასწაული რა გინდა იმის, რომ გარეგანი დადასტურება, ფაქტობრივი დადასტურება. ჩვეულებრივი თქვი, რომ ამ სიცხეს ესე ვატრიალებდი ამ კოლბას, ჩვეულებრივ ეს იყო თეთრი შუშა თუ პლასმასი თუ ასე ვთქვათ და იმის ძირში იყო ეს შავი შედედებული პლასტინინივით და განაქვიშასავით, ანუ ჩვეულებრივი პლასტინინივით და მეორე დღეს გახდა სისხლი. და კიდე ერთი რამეა, კი, როგორ არა, ეს ფაქტია. ეს პატარა რაღაც არა. ესეთი მე არც გამიგია. თუ კი იკულევ, ხო? ეს არის თუ კი იკულევ. აი მაგალითად თუ გინდა უხრწნელი როა რას ნიშნავს ეხლა ხელსაც რო ვიშორ, იგიც კი რაღაცნაირად არ მსიამოვნებს რო გითხრა სიმართლე. ანუ რას ნიშნავს რომ ის არის რა ქვია ავადმყოფობა რომელიც ჭირს ადამიანს და თუ კი უხრწნელი სისხლი აქვს რას ნიშნავს? სრულიად ჯანმრთელია. სრულიად ანუ უხრწნელება ნიშნავს რომ მას არ აქვს ის მანკი და მანკიერება მიკარებული, რასაც ქვია, ცოდვა და შესაბამისად ავადმყოფობა. ანუ მისი დაავადებები, სხვისი დაავადებებია, რომელიც მან იტვირთა, ხო? მაგრამ თუ კი კულევის და ძიების სულით არ ახარ, ასე ვთქვათ, შეპყრობილი, ამ შემთხვევაში შენ გირჩევნია ცხოვრების განმავლობაში ის ადამიანი შეავიწრო, იმიტომ რომ ასე გავალებს, ასე ვთქვათ, არსებული სისტემა და კონიუნქტურა და მერე უკვე, როდესაც მას აღიარებენ და მე ესეთი მრავალი ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია. საერთოდ შემიძლია გვარებზე და სახელებზე გადავიდე. მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს. ანუ შენ ცხოვრებაში მაშინ როდესაც შევიწროებული არ გინდა რომ აღიარო თუნდაც ასეთი დამადასტურებელი დოკუმენტით და ფაქტით და მერე როდესაც წმინდანად შერაცხავენ, მერე ხატს დააბრძანებს არხში. ხო, ეს არის საშინელებაც არის. რა სიტყვა დავარქვა არ ვიცი ამას რა. იმიტომ რომ გარდაცვალების დროსაც, იმის დროსაც დასვენებული რო იყო, ჯერ კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, როგორ შეიძლებოდა მამა ნიკოლოზი, წმინდა მამა, ნამდვილად უდიდესი წმინდა მამა, მაგას რა თუნდა ლაპარაკი. აი უნდა იყო დურაკი, რომ მამა ნიკოლოზი თუ წმინდა არ არის, მაშინ ვინ არის წმინდა? და მე ვიღაც უგუნურმა, ვიღაც უცოდინარმა ასე ვთქვათ რა, ну ეხა არ დავიწყებ ეხლა ამ თავდაბლობით რაღაცებს, მე მივხვდი კაცო, ვიგრძენი, მე შენ მივხვდი, სხვა მივხვდა, კაი ის გიჟია, ის ინტერნეტში რაღაცებს დებს, ის გარეკილი, ის ცუდად არის, ის რა ქრისტეს ეძახის, ის იმას ეძახის, ის ამას ეძახის, შეჭამეს კაცი, გასაგებია ვთქვათ, მაგრამ ამდენი ხალხი მივხვდა, რომ დიდი წმინდა მამაა, ხო? შენ სასულიერო პირი როგორ ვერ მიხვდი ამას შენ საპატრიარქო როგორ ვერ მიხვდი ამას და შენ ვიღაცა სასულიერო პირები თუ პირი თუ არ ვიცი კიდე კარგად ვერ დამიდგენია და არ ვიცი რა კიდე რაღაცას ისე ვერ ვლაპარაკობ იმით შენ ლაპარაკობ რომ ფსიქიკურად ცუდად იყო მამა ნიკოლოზი ზერ არის მაგაზეც გეტყვი ახლა ფსიქიკურად ცუდად მე ძალიან გულზე მხდება ესა და ჯერ ერთი პირველ რიგში რა მხდები ხო თქვი თუ არა ნუ გეკითხება ახლა არ იცის ახლა იმან აშკარად ხო პატრიარქმა შიომ არ იცის აშკარად ხო ვინ იყო მამა ნიკოლოზი ბოლოს და ბოლოს და ეკითხება ვთქვათ ვიღაცას და ის ადამიანი ან სხვა ადამიანები ეუბნებიან რომ ის ფსიქიკურად ცუდად იყო რა ხო იცი მაგრამ მამა გაბრიელზეც ხო იგივეს ეუბნებოდნენ ანუ ჯერ ერთი მე მაინც ყველაზე უფრო მან ჩემთვის ეუბნებოდნენ მთელი სასულიერო პირები მას ელაპარაკობდნენ ჩემთვის პირადად ყველაზე მტკივნეული 95-90% კია რომ საერთოდ როდესაც რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობა, თქვათ რელიგიური თვალსაზრისით. ანუ სამეცნიერო თვალსაზრისით გასაგებია, გაჩვენებენ რა 4-ია, 5-ია, თუ 9 მოგეჩვენება, თქვათ არანორმალური, ხო? თქვათ. მაგრამ საღვთო წარმომავლობის აზროვნება სხვანაირია. საღვთო წარმომავლობის აზროვნება არის ესეთი.
ღმერთს თუ უნდა არა 4-ს პლუს 5 თქვა შეიძლება იყოს 15 ანუ შენ როდესაც ფსიქიურ ჯანმრთელობაზე რას ლაპარაკობ ლოგიკურ აზროვნებაზე ლაპარაკობ თუ რაზე საერთოდ სალოსი მაგალითად სალოსი უდიდესი რაღაცაა უდიდესი ანუ საფრთხო წარმომავლობის ცოდნა რომელიც არაფრით არ აიხსნება ლოგიკით ხო ადამიანებს უნდათ ლოგიკა ანუ ლოგიკურად თუ ესე არ არის ესე იგი თურმე ესე არ არის ამ დროს ღმერთმა თქვა და როგორ თქვა კაცო თქვა და იქმნა ხო დედამიწა იქმნა თუ რა ქვია ცა ქვეყანა და სიცოცხლეა სოფლისა წერია სახარება ხო ლოგიკურად არ არის როგორ ფიზიკურად ესე როგორ შეიძლება თქვა ეს ფსიქიური ჯანმრთელობა ეს რა არგუმენტია ეს რა ჩვენ რომელი პოლიკლინიკიდან მოიტანეს ცნობა თუ რომ კლინიკიდან ხო და რას ნიშნავს ეს უფრო შეჯავრებაა აქ იყვარ არა იცი რა არა ეს არის შეიძლება არ იცნობ შენ იმას თქვათ ახლოს ან რაღაც ესეთი მაგრამ რატო უნდა ამბობდეს ესეთ რაღაცას რატო ამბობს იცი იმიტომ რომ სისტემური უგონობა თუ მიუერთდა სასულიერო პირი ანუ ის თუ გამოვიდა სახარების პარამეტრებიდან რომლისთვისაც სიბრძნე წუთის სოფლისა სიცოფეა ზესტასოფლისა და პირიქით ის თუ გამოვიდა ის ამ სოფლურ ლოგიკაში ჯდება და ელაპარაკებს ჩვენა ვართ გამოსულები სახარებიდან ვისთვის თქვათ ისეთი ნაირი მოძღვრისთვის ხო იმიტომ რომ აი ზუსტად იმიტომ რომ აი გამრთელი ხო შეერთებულია იმას მაგრამ ჩვენ სისუსტეზე ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში მე მაინც უბრუნდები ჩვენი პირველი საუბრის თემას ჩვენ უნდა ბერ გაბრიელის და ბერ ნიკოლოზის ამ ორი დიდი წმინდა ბერის და რა თქმა უნდა ჩვენი წმინდანების სიმრთელისკენ უნდა წავიდეთ და როდესაც ეს მოხდება ანუ ის სარგებლობს იმით ამ შემთხვევაში ამ სოფლური უგონობა ანუ ხრწნილი გონება სარგებლობს უხრწნელების ანუ ამ ხიდით დაკავშირებული წმინდა სისხლით დაკავშირებული ადამიანების განხეთქილებით ეს წმინდა ეს ხიდია სინამდვილეში შენ რო დამირეკე მე რაღაცნაირად მენიშნა რა იცი ეს არის ფაქტი დასტური და დოკუმენტი იმისი რომ ეს უხრწნელი სისხლი კი არ არის მხოლოდ უხრწნელი ხიდიც არის ეს არის დადამადასტური მაგრამ იმას არ აღიარებს ის გამიგე ის იქაც არის აი უყურე აღიარება აი რო ეკამათები ბოდიში რო გაწყვეტინებ ლაზარე დამოვიწყე არა ანუ 50 ჯერ მაქვს მოსმენილი რა მე რა სერაფიმ საროველსაც არ ყავდა მოწაფე ან სერაფიმ საროველის აი რაღაცა სისულელეს გეტყვიან ისეც მამა გაბრიელს არ ყავდა მოწაფე რას ქვია არ ყავდა მოწაფე რას ქვია მანდა მაინც ხელწერილი უნდა დაეწერა რომ ეს არის მამა ნიკოლოზი ან შენთვის ჩაებარებინა მამა გაბრიელს და მამა ნიკოლოზს მომავალი გეგმები მამა ნიკოლოზი ამბობდა და მიმდინარე პროცესი აეხსნა ანუ მიმდინარე რა ხდებოდა შინაგანში ის შენთვის დაელაგებინა და დაეწყო მაგრამ უყურე როგორ არის მაინც ჩემი აზრით რა კავშირია ხიდი არის სისხლი არის კავშირი ჩვენს YouTube არხს კავშირში ტყილა კი არ ქვია და კი არ დავარქვით კავშირი რომელიც ნიშნავს უხრწნელებას ან კავშირს უწყვეტია ის გაუწყვეტი რაღაცაა იმიტომ რომ შური არა აქ ლაზარე შური აი რო თქვათ ხედავს რომ იმისნაირი ვერანაირად ვერ გახდება მამა ნიკოლოზი როგორც თქვათ ასკეტურად ცხოვრობდა ფაქტია რა მაგრამ ამას არ ამბობდა და ამასაც სიგიჟეს მიაწერა ასკეტურად გარდა იმისა რომ ცხოვრობდა და მდუმარებაში იყო თვითმებურად ჩიმშილობდა ეს შეურაცხყოფას აფენებდა მაგრამ იცი რა არის ჩვენ ქრისტიანობა ნაყოფის ხელოვნება ადამიანი კურნავდა ადამიანებს ფაქტია ყველაზე დიდი მკურნალობა ლაზარე აი აბსოლუტურად არ მაინტერესებს კი ჩემ თავზეც გამომიცდია შენ ხო იცი რომ ცუდად რო ვიყავი რო კვდებოდი და რაღაცა 80 წლის ადამიანს რო დავემსგავსე და მამა ნიკოლოზმა რო გამომიყვანა ხო იცი მე მაგი მარტო კი არ ვიცი მეც რო ცუდად ვიყავი ისიც ვიცი და რო ამას რატო ვამბობ აი ესე დამანახა ხო აი მეც ცუდად ვიყავიო მამა ნიკოლოზო კვდებოდი მეთქი პრეტენზიით მივედი გაიგე და
ხო, აი მეც ცუდად და ვიყავი. მე რომ მითხრა მაგი ხო ხელები გადამაჯვარი. ბათუმში რომ გამომეცხადა კონზე თუ რა იყო არ ვიცი რა ეს უნდა კიდევ თქვა მოუყვე მივდივარ და ვერ ნუ არის რაც ხორებაში ჯავარნები რაღაცა რა ვიცი ყველანაირად როგორ ქვია ფსიქიურად ისაო ანუ ჯავარნები და მივდივარ და მამა ნიკოლოზის სახლთან მამა ნიკოლოზი არის იცი კონზე ხო და ვაუ ხედავ და კი არ ვიცი რომ ნუმერებაში ამ დროს და მოვდივარ საავადმყოფოდან დავინახე ნუ ნდობა ყოველთვის ქონდა და მინდობა რომ ბავშვობის და ჯუხედავ და ვაუ მამა რა კაია რო ხარ მეთქი აქ მეთქი და იცინის ზის დღესაც არ ვიცი გამოცხადება იყო სინამდვილე იყო მართლა იყო იქა თუ რა და ცუდად ვარ მამა მეთქი და მიშვენო და რაღაცა მეთქი და გაიცინა და ნუ კაი მეთქი მართლა ესე წადიო რაღაც მომიტანი დაგიწერა ხო და გავარდი ხა მოვიდანე და დამიწერა რაღაცა მომაწოდა და ხედავ წერია მეც ცუდად ვარ ანალოგიური რა ხო ზუსტად იმიტომ გამახსენდა მეც ცუდად ვარ მაგრამ ამ ფრაზას რომელიც მე წავიკითხე გამოაყოლა რაღაცა სხივი პატარა კრთალი ისეთი ზაფი რა შეიძლება ითქვას რომ უცებ ვიგრძენი ცოტა მოგის ცოტა რაღაც ხო იცი აი რომ გონია რომ დამთავრდა ყველაფერი და უცებ პატარა რაღაცა პატარა წვეთით საკმარისი ამ დროს იმედის რა ვიცი სასოების რწმენის კი ბატონო ყველაფერი იწყება სუნცირედით ხო გამოაყოლა და მივხვდი რომ მინიმუმ არ ყვდები რა ხო და ვახ მეთქი გენაცვალე მამა წამო მეთქი აჭარული ხაჭაპური ვჭამო და რო იცოდა ალალის სიცილი ხო გახსოვდა და იწყო ხო სიცილი ეხლა ეს ხო მოსაყოლად ისეთია რა მაგრამ ეს რამხელრამია ბიჭო იმ წამს იმ მომენტში და ეს ხო ბევრს გამოგვიცდია გიგზავნის მდუმარე ადამიანი უსიტყვოდ ჩუმად სასოების წვეთს ეს რომელს შეუძლია ეს ვის შეუძლია დუმარეს კი არა მოლაპარაკებს დღე და ღამე რო გელაპარაკება ტელევიზორიდან და გიკადაგებს ერთს და აი ხა არ მინდა ამ ჭრილში გადავიდე და ცხოვრობს მეორენაირად იმას შეუძლია ეს კია ხო და ეხლა როცა აი ეს უხრწნელის სისხლი ანუ ხიდი მაგრამ გამრთელდება და კი არ გამრთელდება სინამდვილეში გამრთელებულია უბრალოდ ჩვენ უნდა დავინახოთ ეს აღვიქვათ და ვაღიაროთ ხო ამის შემდეგ იწყება უკვე ქვეყნის ნუ ხალხი არ აღიარებს ამას მასიურად იცი რა რომ სასულიერო პირები სასულიერო შემებურად გითხრა კი აბა რა ისე აღიარებს როგორც ოჯერორი 4 იცი რატო იმიტომ რომ ზოგჯერ არსებობს ისტორიაში მომენტები როდესაც შენ გიხდება აღიარო მადლის მატარებელი ადამიანი რატო იმიტომ რომ დაგჭირდა ძალის მატარებელი ადამიანი ოღონდ იმ ძალის კი არა რომ მოვედი და გიბრახუნებ და ასექენი თორე დედას გიდირებ თო დაგიჭერი იმ ძალის კი არა საფრთხო წარმომავლობის ძალის ანუ მადლის ინამდვილეში ეს იგივე ძალა ოღონდ საფრთხო წარმომავლობის რომელიც ადამიანს ხდის ისტორია ანუ ესე იგი ადამიანები მივლენ როდისმე მისულიან მე რატო გავიხსენე ხა პატრიარქ შიო კი არ ვაკრიტიკებ შიოს და ჩვენ გულშემატკივარი ვართ ჩვენს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ესე გვასწავლა მამა ნიკოლოზმა დაგვიწერა პირდაპირ ჩვენთვის უმაღლესი ავტორიტეტია ხო დაგვიწერა კაცო რა თქმა უნდა ხო და ეკლესია არის რატო გავიხსენე რომ მივიდა პირველად კაცი ხო პატრიარქი შიო მესამე მივიდა პირველად პარლამენტში და პარლამენტარებმა ჯეჯგვეს ერთმანეთი ეს არ არის ნიშანი რომ ძალა გინდა ანუ რა გინდა ძალა ის კი არ ის ძალა კი არ გინდა მადლისგან წარმომავალი ანუ ნამდვილი და მადლი რომ ვამბობთ მადლი ძალიან მივეჩვიეთ ამ სიტყვას მადლი სინამდვილეში სულიწმიდის მადლია და სულიწმიდა სინამდვილეში განუყოფელი წმინდა სამების მესამე იპოსტასია ანუ მადლს რომ ვამბობ ჩვენ ვლაპარაკობთ ღმერთზე
და ღმერთის მადლი, ღმერთის ძალაა და შენ კი სკეპტიკურად და მართალი გითხრა, მეც ვარ სკეპტიკურად განწყობილი იმის მიხედვით, რომ გრძნობს საზოგადოების მაჯისცემას, ხო? არ ვართ ჩვენ არანაირად მზად, რომ და ეს უჩვენა მამა ნიკოლოზმა პირდაპირ გვიჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მიმღები მზად იმისთვის, რომ მივიღოთ ადამიანი სიმდაბლეში დავინახოთ ადამიანი. ჩვენ გვინდა რომ მაინდა-მაინც დავინახოთ ისა რა ქვია. ხო გესმის, არ გვინდა. ვერ დავინახეთ ჩვენ მამა ნიკოლოზი. ერმა ვერ დაინახა. ვერა, ხო. ანუ რასაკეთებდა მამა ნიკოლოზი? კიდევ ვიმეორებ ლაზარე, ეს აუცილებლად. მამა გაბრიელი როგორც? ანუ ეს ორივე ერთნაირად. ხო, ნუ მაგრამ მამა ნიკოლოზი ძალიან უცნაურად აკეთებდა. ეს სალოსობა, აბა რა არის, კაცო, რო ამბობენ, აი სალოსი, რა ქვია სალოსი, პატარა მოღვაწეობაა. მეუფე დანიელს ვეუბნები, მეუფე დანიელ, მეთქი, შეიძლება ჩვენ გვერდზე უდიდესი სალოსი ცხოვრობდა, მეთქი, სერიოზული, მეთქი, და შემომხედა არ დაშვება რა შემომხედა დაშვება მართლა მაინტერესებს ბოდის მოვიხდი ხო შეიძლება წაიკითხეო რა კიდე რაღაცეები ანუ და რო წაიკითხეს ისინი წაიკითხეო რა ასე წახიან და მოეწყო პატერიკები ხო რა პატერიკები წაიკითხეო რა ბიჭო რა ეხლა მოუყვე რამდენი რამე აქვს ნათქვამი პატერიკ წაკითხულებს ბერგაბრიელის შესახებ რამდენ ვინმეს მოუყვე ეხლა არქიმანდრიტი ეპისკოპოსი რები აქვს ნათქვამი და როგორც კი წმინდანად აღიარეს პატერიკებიც დაავიწყდათ და ისიც რა ქვია აბა არ გვინდა ეს რა მე მეუფე დანიელისგან გამიგდა ესმის ხო მეუფე დანიელი იყო მხოლოდ და მხოლოდ კი ბატონო მამა გაბრიელის გარდაცვალების მეორე დღეს თუ როცა მეუფე დანიელმა წავუკითხა სული სამოსulis როცვა მამა გაბრიელს მეუფე დანიელმა აუგოწესი მამა გაბრიელს და მხოლოდ წმინდა სინოდიდან იყო ჩასული მეუფე დანიელი მაშინ მეუფე ნიკოლოზი არ იყო მეუფე მამა ნიკოლოზი ეს ანუ ნიკოლოზ პაჩუაშვილი იყო მამა ნიკოლოზ პაჩუაშვილი მამა მაკარი იყო მამა ბასილი მაჩიტაძე იყო და ესე ძალიან მწირე 1-6-5-7 მოძღვარი რა და ნუ დანარჩენი ანუ მე მეუფე დანიელისგან ამიტომ გამიკვირდა რომ წმინდა სინოდიდან მხოლოდ მეუფე დანიელი იყო მეთქი მამა გაბრიელის თუ შენ ესე გიყვარს მამა გაბრიელი თუ შენ ესე მე უფრო მიყვირს მაგაძე უფრო მიყვირს მეუფე დანიელზე უფრო მიყვირს ბერგა აი რა მაინც ისა მაქვს რაღაცნაირი ხო რა ჩიტი არა რატო თქვი გულსხველად ბერ გაბრიელის ხალხისგან მიყვირს უფრო ვიდრე მეუფე დანიელი იმიტომ რომ ის იერარქია პატივშია და შეიძლება პატივში რო ადამიანი მას ძალიან ბევრი რამე ისე ვერ აღიქვას და მოეჩვენოს მაგრამ შენ უბრალო რო ხარ და რო ბერ გაბრიელთან იყავი ბიჭო ვერ უნდა იგრძნო და მიხვდე ეს მიგწე მაგრამ ეგ კიდე რაღაცა გრძელი თემაა ბევრი რაღაცეებია ლაზარე და არ მინდა ანუ მე რატომ თქვი იმიტომ რომ ეს ხაზია ანუ იერარქი მოვიდა ძალიან მართალი თქვი 100%-იან ამბობ გასაგებია მაგრამ გავიდა რა წლები რა გავიდა წლები ხო გეუბნები მაშინ 23 წლის ბიჭები იყვნენ მამა გაბრიელის ხალხი ვინც იყო ეხლა არიან 30 წელი გავიდა ხო თუ რამდენი გავიდა 95-ში გარდაიცვალა. აგერ შენ ხარ რომანოზი თქვათ. ანუ მე რა არის? არა, იმ მამა გაბრიელის ხალხშიც არის, იცი რა, როგორც მამა ნიკოლოსთან იყო, ერთი ცალკეა, სხვა ცალკეა, გამიგე, ასე ვთქვათ, ჯგუფად ხალხი დაგსაქსული. ჩვენთანაც მასია. ეს არ ვიცი, მამა ეს წმინდანების ის არის რაღაც ესეთი, არ ვიცი, სერიოზული რაღაცა არ ვიცი რა არის, სწავლება თუ მხილება, რომ აი შენ მეტის თავი არა გაქვს რა. ესე იგი ხალხის ის არის კიდე, აი ვთქვათ, მაგ ხალხში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მამა გაბრიელს უნდა ბაძავდე, ხო? აი ბოლომდე მოთმინება და ის რა თქმა უნდა არ შეუძლიათ, ხო? ნუ, კაი, მეც არ შემიძლია. ან კიდე ხალხის ამორჩევა, მიკერძოება, გამიგე?
ხო, ჩემი აზრით, დაასრულე თუ რა გინდოდა. ხო, ნუ აი მე ხო ეგ არის რა თუ გამახსენდება რაღაც. იცი რა არის, სადღაცა მე ყოველთვის ჩემ თავში ვეძებ მაგალითად ყოველთვის დანაშაულსაც, შეცდომასაც და სადღაცა რა არის, იცი, გამოსავალი არის ჩაიწიო შენ თვითონ. აი მე ჩემ თავს თან ლაპარაკობ ეხლა ჩათვალეთ. ანუ შენ თვითონ რო ჩაიწევი, ისიც ჩაიწევა. შინაგანად გესმის? რა და ყველა ამ დროს ემსგავსება თავის თავს. მანდ სულ გამოსავალს ვეძებ ეხლა გია. შეიძლება ესე საჯარო სივრცეში ჩვენ ხო არ ვემზადებთ. არა რატო ხო, ანუ რა არის, სადღაც უნდა ჩავიწიოთ ყველა. რო მე არ ველი მაგალითად აი მამონიკოლოზმა ჩაიწია და რა? არა და ეხლა მცლად გაიწია და ჩემი აზრით პირიქით შემოიწია. ხო, კი, ანუ შეიწირეს. ანუ რა გააკეთა, ნახე? ანუ მამონიკოლოზის მე რას ვამბობდი და არ დავამთავრე ის ალოსობის ის მეთქი ლაზარე. უდიდესი რაღაცა იყო რა, გამოდიოდა კარებიდან. დიდება მეფეს, დიდება ქრისტე ღმერთ ნარიმას, დიდება, ну მოკლედ დიდება. გამიგეთ მამონიკოლოზი უღიმოდა ეს რაღაცა. იღიმოდა, ან სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ რატო არ უკრძალავს თავის მრევლს, რომ მრევლი ესე მიმართავს. კაცო, იქ მრევლის ნაწილი მიმართავს, კაცო. ყველა ხო არ მიმართავს, რა ვთქვათ, მასე. ჯერ გამოიძიე რა, შენ თუ გაინტერესებს მამონიკოლოზი. გამოიძიე, ნახე რა, მამონიკოლოზი ამბობდა, ავადმყოფი ვარო რა, ვთქვათო რა. მე მირჩევნია მე გამომყვენ ქრისტეს ვიდრე ანტიქრისტეს კი, ძალიან მაგარია. კი ბატონო, მაგარია, მაგრამ მე უფრო სხვა რაღაცის თქმა მინდა, ნახე ლაზარე, ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა, მაგრამ ამას რო ამბობდა რა, ამას რო აძახებინებდა ხალხს. ხო, იქ ვიღაცა იღებდა, არ გინდა, არ გადაიღოთ, ხო, რა, 3, 4, 5 კაცი იღებს და დებს. ანუ Facebook გვერდები აქვს შექმნილი მამონიკოლოზის სახელით. წმინდანი ღმერთი ნარიმანის პატრიარქი ნარიმანი, პატრიარქი ნიკოლოზი და ასე ნუ მრავალნაირი რა. ამას ხო საქართველოს მოსახლეობა უყურებს რა. ამით სარგებლობს კიდევ ვიღაცა ავადმყოფი, რომელიც იღებს სალოცური ცხოვრების. ხო, იღებს ამ გადაღებულ ვიდეოებს და მამონიკოლოზს აშარჟებს. მერე კომენტარებს რო კითხულობ, იქ არის გინება, იქ არის 1000 შეურაცხყოფა რა, რომელსაც რაც არ უნდა იმ თვითონ კომენტარის დამწერს ვერ აუხსნი შენ. იცი რა არის სალოცებს ეჭო წიგნი ხო. ამიტომ ნახე იმ ქებას ლაზარე. ბოლო ვიტყვი ბოდიში, ამდენს რო ლაპარაკობ რა, ანუ ნახე ანუ აი ხალხისთვისაც მინდა რა, მე ესე ვფიქრობ. პირადად ჩემი აზრია, თუ ამას არ ითავისებს ვინმე, ну, ხალხის ის არის ეს რა, თქვა. ნება, თავისუფალი ნება აქვს ყველას, ხო? ანუ მამონიკოლოზი იმ ქება დიდებით გამოსვლის დროს, ესე იგი, როცა შენ არ გესმის, ბიჭო, ვეღარ გაიგო ხალხმა, რომ ნუ მაკებ გითხრა 10 ჯერ, ხო? რო საუბრობდა მაგ დროს, ესე გველაპარაკებოდა. არ მიყვარს ქება, მე არ მინდა ქება, მე რა მამა გაბრიელზე ილაპარაკე, გიორგი, ნუ ლაპარაკობ ჩემზე, მეუბნებოდა რა. ნუ მაკებ, ხო? ვერ გაიგო ხალხმა. ქებით თელ საქართველოს ალანძღინებდა თავს. აი ესე იგი, იმ ხალხის ქებით მერე ინტერნეტში იდებოდა ეს ვიდეოები და მთელი ხალხი, სასულიერო პირებიც კი დაცინოდნენ ის წასული ვიღაცა ინგლისში როა რა, ვითომ დიდი ის როა რა, რა ქვია, დევნილი. ხო. Ragoria დამავიწყე. არ მაინტერესებს. ეხლა სხვა დროში შევედი. დამბლოკა. იცი რა არის? არსებული ისინი არა უკვე. ხო, რას ამბობ? სალოსობის სალოსი ეს არის ადამიანი, რომელიც იერარქიის მიღმა. ანუ შენ კი გამოუშვი წიგნი და ძალიან საინტერესო და რაღაც. პირველად გავიგე სიღრმისეულად, ხაზარე. ანუ წარმოიდგინე, ხო, იერარქია, ხო, იერარქიის მიღმა არის ადამიანი, სრული საიდუმლო.
სრული საიდუმლო, ანუ ჩააჩოვალე, რომ პირდაპირ წმინდა სამებიდან გამოგზავნილი, წარმოგზავნილი, რომ პირველი, რომ ამხილოს, არა, ვერ აღიარებს. მამხილებელს ვინ აღიარებს, გიორგი? ეგაც აბა, ეს წუთი სოფლისთვისებაა, რომ მამხილებელი არ აღიარებს. იმ წიგნში ძალიან სერიოზული რაღაცები წერია. წინასწარმეტყველიც არის, ანუ ფაქტობრივად მოციქულთა დასგან ეკუთვნება. არ აღიარებს. ნახე როგორია გამჯდარი ჩვენში აზროვნება, ეს მინდა ვთქვა. როგორ არ ვაღიარებთ, თუ კი მამა გაბრიელის როგორც წმინდანის სახელი რა არის? შერაცხული როგორ არის? არის? ხო, როგორ არის? წინასწარმეტყველი და ღირსი, აღმსარებელი და სალოს. აი მეტი აღიარება. ანუ ესე იგი კანონიკურ, ანუ ამაზე მეტი აღიარება რა გინდა? ღირსი ყველაფერი საუკეთესო. რომელი მამა გაბრიელის? აბა ცხოვრებაში. ვინ იყო? მასწავლებელი. არა. ამათგან ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში განვიხილოთ აუდიტორია. ანუ რას ამბობდნენ? შეურაცხადი იყო. ლოთი იყო, კიდე რა იყო? დაარყვნილსაც ეძახდნენ. კი ბატონო იყო. კიდე უზიარებელი იყო. ამ დროს უზიარებელი იყო. უზიარებელიც იყო. ანუ რამდენი წელი? ამ დროს მამა გაბრიელი არ ვიცი ეს ბევრი აბა მეტი რაღა. მამა გაბრიელი შენახებიც არ იყო. ქალთან ასე ვთქვათ, ინტიმურად დაარქვით, როგორც გინდა დაარქვი, არც მეუღლე ყავდა, არც შენახები არ იყო. უციკლო რა. აბა რა წმინდა იყო ფიზიკო, აბა რა მამა ნიკოლოზის ასე. ხო და ჯერ მარტო მაგით უნდა ივარაუდო, რომ ხო არიან კაცო, არიან მოწმუნეები ჩვენ. არა, ეს ორი და მოწმუნე ხალხიც არის ესეთი, რომ არ არიან რა შენახები ქალთან, ხო, ასე ვთქვათ რა. და არ ყავთ არც ოჯახიოციც და ამავე დროს შენახებიც არ არიან და მამა ნიკოლოზიც კი ხო მამა გაბრიელიც ასეთი იყო მამა ნიკოლოზიც ასეთია ეს რაღაცა ზღაპარი კი არ უნდა მოგვეჩვენოს ჩვენ არიან კაცო ესეთი ხალხი ანუ აღიარების თვალსაზრისით ვამბობ ბერობაში ქალწულობა ეკლესიამ აღიარა ოფიციალურად დაარქვა სახელი რისთვის რო ისევ ჩვენ ძველ კლავიატურაზე დაუკრათ ის რომ გიჟია მაგისტრის გავაკეთეთ იმდენი იწამა კაცმა უყურეთ ამას ყველაფერს მეც ვარ თვითხილველი მე შემიძლია მოვყვე ადამიანების მონაპოლი მამა გაბრიელს უბრალოდ იმ ადამიანებს არ მინდა მაინც ვატკინო და ანუ რა როგორ აღიქვამდნენ მას ხო ანუ სალოსობა მე უფე დანიელი რო ვახსენე ხო სალოსობასთან დაკავშირებით რო უთხარი მეთქი ხო ანუ მეუბნება რო წაიკითხე ამ დროს ისი თქმა მინდა კიდე კაიმე არ ვიყავი ხო არა მეტაყოფილიყავი ნუ ენას ვეღარ ვატრია ძალიან ბევრს რამეს ისეთ შეიძლება ვიტყოდე რომელიც ძალიან ღრმად ტკივნეული იქნება ხო მაგრამ ლაზარე ნახე რა არის ისი თქმა მინდა ან ძვირფას მეუფე დანიელს ხო მას რო გაიგოს იქ მე იქნები ძალიან ასე ვთქვათ ბედნიერი იმ ამბავში რომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა 9 აპრილის მერე ხო ერთი წიგნი არ არის გამოშვებული 9 აპრილის მერე ხო იყო თავისუფლება რა всё განთავისუფლება ყველა ეკლესიაში დაიწყო სიარული ასე ვთქვათ ხო ერთი წიგნი არ არის საქართველოს ეკლესიაში რომ იყოს განხილული რა არის სალოსობა კი ვერ გაიგებ რა არის სალოსობა რაც არ უნდა შენ ეძიო რაც არ უნდა გამოიძიო მეცნიერულად ეკლესიურად ვთქვათ სამედიცინო თუ იმით ხო მიმართულებით მაგრამ შენ მორწმუნე რო ხარ ვთქვათ ხო საქართველოს ეკლესიაში რატო არ უნდა იყოს რატო უნდა თქვას რუსმა რომ აი ნახე ჩვენთან უფრო დიდი ტრადიციაა სალოსობის და ამიტომ დავიწყე ამ წიგნის გამოშვება ხო და კაი ვთქვათ არიცოდი რა იყო სალოსობა ხო 9 აპრილის მერე მამა გაბრიელი რო გარდაიცვალა და წმინდანად შერაცხეს კაი მამა გაბრიელის დროსაც არიცოდი წმინდანად როდის შერაცხეს მამა გაბრიელი ხო რაღაც ერთი 10 წლის უკან დაახლოებით თუ როცა იყო ხო ნუ ეხლა ხანს ხო
ჯო რო შერაცხეს ეხლა მაინც გამოუშვას ეკლესიამ წიგნი არ გამოუშვიათ წიგნი ავდეგი და მე გამოვუშვი აი ვიღაცა იმიტომ ჩანჩურამ იმით დავდივარ რა ქვია გაუჭირდებათ ეხლა მაშინ მე არ მინდა ეხლა კაცს არა მაშინ მეუფე დანიელმა მე ეგ არ უნდა მითხრას ხო და ამაშია ჩვენ უნდა ამაშია მე რა შრომა მაქვს გაწეული თუნდაც ამ წიგნს იცი რა არის თუ კი ჩვენ ასეთ წიგნებს გამოვუშვებთ მერე ჭირს ადამიანის ასე ვთქვათ ფსიქიურად არაა ჯანმრთელი ამას ვეღარ იტყვი. ნახე როგორი საინტერესო, ანუ ცოცხალის არწმუნოების კატეგორიებით აზროვნება უკვე სხვანაირი აზროვნება, ასე ადვილად ვერ იტყვი. იმიტომ რომ დამისახელონ ფსიქიურად გაწონასწორებული სალოს. ხო გესმის, ანუ იცი რა არის ელემენტარულ თემებს ვსაუბრობ და მე გული მტკივა. ამ ქვეყნიურად ფსიქიურად გაწონასწორებული. წუთის სოფლისა, სიბრძნე, წუთის სოფლისა, სიცოფეა. ყოველთვის მოეჩვენება პირიქით არის ყველაფერი და მე უკვე ჭირს, იმიტომ რომ მე უკვე მაშინ უნდა დადო არგუმენტი. იცი რა არის? ვერაფრით, როდესაც რადგანაც მადლმოსილება უკავშირდება ძალმოსილებას საღვთო წარმომავლობის, კი რა. და ეს მადლმოსილებასთან დაკავშირებული ძალმოსილება ითხოვს დღევანდელი ცხოვრება, მე ისევ და ისევ ვამბობ, ეს ჩემთვის ნიშანი იყო პატრიარქის პირველი მისვლა პარლამენტში და იქ ასეთი საშინელი ჭუბირის ნიშანი. ჩემთვის მაგრამ შენ ეხლა რაზე გაჩერებდი ისი თქვა მინდოდა ლაზარე რა საინტერესო რაღაც მინდა. ანუ შენ კარგად იტყვი ასე ვთქვათ რა. აი რო ვამბობ წუთის სოფლის საღმრთო სიბრძნე წუთის სოფლისთვის არის იგიში, ხო? ეს თანამედროვე ჩვეულებრივ ენაზე არაძველი ქართულით აი დაწვრილებით თუ შეიძლება რამდენიმე ნაირად რო თქვა რა თუ შეიძლება რა ანუ ის რო აი ღმერთზე შე რო ღმერთი გიყვარს შე რო ღმერთის სიბრძნე რა ანუ საერთოდ ღმერთის რაობა სიბრძნე ხო აქაური ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ჩაფლულია, ანუ მატერიაში, ხო? იმათთვის ეს გიჟია. ყოველთვის გიჟი იქნება ის ვიღაც, ვისაც ქვია უდიდესი სალოსი. იცი რა არის? თუ როგორ? კი ბატონო. მაგრამ შენ თქვი რა. აი უყურე ჩვენ სისხლი ხომ მოვიდა. ვაბრძანეთ, მოვიყვანეთ, რა ვიცი. ცოცხალია და მოიტანეს ვერი. ხო? ეხლა ეს სიგიჟე არ არის სამედიცინო ლოგიკური ასე ვთქვათ ხო ანუ მან როგორ არის მაგრამ უყურე უხრწნელი სისხლის ასე ვთქვათ არის ხიდიც არის რეალ იმასთან ნამდვილ საღვთო ცხოვრებასთან ხიდიც არის იმიტომ რომ ეს არის დასტური იმისა რომ ადამიანს ჰქონდა კავშირი უხრწნელებასთან უხრწნელება მხოლოდ წმინდა სამებისთვისება ანუ ღმერთის ხო მაგრამ ამავე დროს წყალგამყოფიც არის იცი რაში აი ეს არის მოვედი ვითარცა მახვილი რათა გავყო წყალგამყოფია იმასთან ვისთვისაც მატერიაა ღმერთი და მე მაქვს წაკითხული უამრავი მასალა იმის შესახებ რომ სინამდვილეში მატერიალიზმია სიგიჟე რატო ის აღიარებს საგნის პირველადობას ბიჭო პირველად ამბობს რომ პირველი არის მატერია პირველი არის ადამიანი რომ ამას აღიარებს ის ნორმალურია ის არაა ნორმალური რატო კავშირია გაწყვეტილი უხრწნელებასთან ანუ კიდე რო ამიხსნა აი ამიხსნა რა გენეტიკა ანუ პირველი მატერია არის აი უყურე აი ანხელა ვთქვათ ხო აი მატერია ხო მთავრდება კაცო ხოთი აღარ ხარ თუ მატერია ყველაფერი შენ ბაგასა ეგეც არის ხო ანუ ამხელა და ჩვენ ვლაპარაკობთ მარადიულ ხო კატეგორიას ანუ ვიღაც ამბობს რომ აი აქ მთავრდება დამთავრდა გესმის და ეხლა გამაგებინე ის ამას რო ამბობს ისაა გიჟი თუ ისაა გიჟი რომელიც ამბობს რომ აი ეს არის წუთის სოფლის სიბრძნე და ზესთა სოფლის ხო მაშინ უნდა თქვან რომ უცოდინარი ვარ რა ბიჭო მაგი რო თქვან გამიგე ის შენ მაგი რო თქვან ფულს გადაუხდით მე
უწოდინარობაში ფულს იღებ კაცო, ფულთან მიდის ყველაფერი სინამდვილეში. ეხლა მე არ მინდა რომ ესე ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რა არის იცი, ეს ხო წვიმიანი საუბარი არ არის გია. ჩვენ ხო ის ტიპები არა ვართ, მოდი რა ესე. ოდესმე გიფიქრია იმას ჯიპი ყავს ამას ჯიპი. მე ყავს და ყავდეს მაგრამ წყენსობას და იმას რა ქვია, მეკვლეობას ნუ იბრალე, მოდი მინდოდა გამეხსენებინა და მაინც გავეხსენებ. მეკვლეობას ნუ იბრალე, თუ შენთვის ფულია ყველაფერი ძმაო და ჯიპია და თანამდებობაა ყველაფერი, მაშინ ნუ მეუბნები რომ მე შენ გამოვყვე, იმიტომ რომ შენ თვითონ გაქვს ყისერი, მოტეხილი და მე ანუ მთელი ერი, მთელი საზოგადოება, ეს არის ყველაზე კატასტროფული მომენტი. ეს არის ხო და აი ხიზრია, უნდა დაგისხა ახლა, ხო უნდა მოგიჭახო. ესეც დამისხი რომ უფრო მეტიც. ხო, მამა ისა გაბრიელი რომ მოდიოდა იქ აკადემიაში. მომიტანე. არა, ხო და რო თქვა ერთხელ და გამოვიდა და ეს იქნება თქვი წინასაუბარი საქართველოს პატრიარქი. და პირდაღებული უცდიდა მე ყველა როდის იქნებოდა ის საქართველოს პატრიარქი ჩემი ჩაბა და სასულიერო პირიც არ გამხდარა ნუ მაშინ რა ხო გესმის რა სრულიად სხვა ის თითოეულ ადამიანს სულს ელაპარაკებიან ეს დიდი მამაგაბრიელმა ეს თქვა მამამისმა ის თქვა შენ რა იცი რატო თქვა ის უამრავ ვინმეს ელაპარაკება ასე თქვა ამიტომ არ უნდა გამომეშვა ის წიგნი მე 100 ჯერ ვთქვი სახალხოთაც ვამბობ ერთდროული თამაშის ამანიკოლოზის გამონათქვა სიმართლეს როდესაც დაიცავ რაღაც და ხალხს ეგონა სიმართლის დამცველია არა იმ წიგნმა ბევრი კარგი მოიწვა არა იცი რა არის შეცდომა უშეცდომო ვინ არის იცი ჩემო გია გესწრო უმოქმედოა უშეცდომო მოქმედი ადამიანი შეცდომებს უშვებს და ეგ არ არის ტრაგედია ტრაგედია რა იცი უმოქმედო მაინც სხვა რამის თქვა მინდა კი უმოქმედობა 100%-იან კი ბატონო და უშეცდომო ხარ ბოლომდე რა თუნდაც უშეცდომო ვინ არის უმოქმედოა უშეცდომო არა უშეცდომო ჩემი აზრით რა ამ შემთხვევაში ციგნის გამოშვების შემთხვევაში მე რო დავმორჩილებოდი მამა ნიკოლოს და ხმა არ მომეღო და იმას ეთქვა რომ გია გამოუშვი ეს ციგნი თქვათ და მე შეცდომებიც რომ მომსვლოდა მაინც არ ვიქნებოდი შემცდარი რა ასე ვთქვათ იმიტომ რომ ეს მამა ნიკოლოზმა მიბრძანა ეს მორჩილება იყო და უნდა ამეტანა ეს შეცდომებიც ხო მაგრამ რახან მე თვითონ მივედი და მე ვთხოვე ეს უკვე კურთხევა აღარ გინდა სასტიკად გინდა სასტიკად გეცე რახან მას და გამიშვა რა გინდა და აჰა თავი გიტეხია და ხო დამალევინე და გეტყვი ხა სასტიკად ჩვენ რომ მამა ნიკოლოს დავმორჩილებოდით ჩვენ შეიძლება არც ჩვენ ყოფილიყავით დღეს ცოცხლები აი თუ გინდა ესე გეტყვი იმიტომ რომ ის იმხელა ჭეშმარიტებაში იმხელა სიმართლეში არა ჭეშმარიტებაში სუფევს მისი სული სუფევს დღესაც რომ მისი მორჩილება ეგრე მარტივი არ არის მისი მორჩილება ნიშნავს იყო ხმალამოღებული მეომარი და ჩვენ ჯერ აი პატარა წვეთებია პირველი როდესაც ვცდილობ მთელი გულით აი ხა მე რა მინდოდა და თან მეთქი ვთქვა თუ არ თქვა და მაინც წავედი აქეთკენ და ვიტყვი აი ხლა რომ ინგუში ბიჭი წავიდა რა კაცურად ხო 8 წლის აი ძმაო მაგას ქვია ხიზრი და მე ზუსტად ამ დროს კითხულობდი ჯალალიდინ რუმის და ის დერვიში მასწავლებელი ყავდა იმას შამს თებრისი დერვიში ეს იგივე სალოსია ეს ქრისტიანული ცოდნა სუფიური ლიტერატურა და სუფიური პოეზია დაფარული ქრისტიანული ცოდნა იმათი სალოსი იმათი არა ჩვენი ყველა ქრისტიანული ანუ მოხეტია სუფიები ხო იმის მასწავლებელი იყო ჯალალიდინ რუმი რა მოგაწერენ ახლა რეებს ლაპარაკს არა ვერ მომაწერენ ეს მე ღრმად ვიცი ეს თემა და აღმოსავლეთ კანონიკურადაც ვერ მომაწერენ იმიტომ რომ დერვიში ვინ არის დერვიში სალოსია და შამს თებრიზი რო ყავდა იმას ხიზრი იგივე ხიზირი იგივე ხიდრი ნიშნავს ქრისტეს მეგობარს იგივე ვალი ეს არის ასე ვთქვათ დერვიშული ცოდნა სუფიური ცოდნა რომელიც არის მითოსურ ისლამური წარმოდგენით არის ადამიანი ვინც გვერდით ახლდა უყურე ვინ არის ხიზრი
ხიზრი არის უკვდავი სული, რომელიც გვერდით ახლდა მუსას, იგივე მოსეს. ისეთ რამეებს ჩადიოდა, რომ ეს მოსე კედლებზე გადიოდა, მუსა. წარმოიდგინე რა ცოდნებთან უკავშირებდა ეს უკვდავი სული, ეს დაახლოებით უკვდავი სული წარმოიდგინე, სული რაღაც წყალთან რომ სხვათა შორის იყო წყალთანაც, ანუ დამხრჩვალების გადამრჩენი. დახრჩობილების გადამრჩენი, ერთ-ერთი მისი ნიჭი და თვისება. ხიზრის გაუშვეს. კი, ხიზრის იყო ის, მაგრამ ისეთ რამეებს ჩადიოდა, რომ მოსებ ვერ იტანდა ამას. მისი გონება, მიუხედავად ამ ხელა მამამთავარი, ხო? ვერ უძლება უმაშორეთ და ბოლოს გაიყვენ. და ეს უხსნიდა დიდ მანძილზე, რატო გააკეთა ეს, თქვათ. აი ბავშვი გავიდა ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ მას ჰქონდა მძიმე წინ რაღაცა და მის მშობლებს შვილი უნდა გაჩენოდათ. და იმას უნდა რაღაც იკეთონ, მოკლედ ესეთი რა, დიდ მანძილზე ხედავდა ის როგორც სალოსია. სალოსი არის მამხილებელიც და წინასწარმეტყველიც, ანუ სალოსი ხედავს დროში ერთიანად, წარსული აწყო მომავალი. ანუ სალოსი ეს წმინდა სამებაა, ხო, იერარქიის მიღმა მარტო სალოსია, ხო? ანუ საიდუმლო შეიძლება ერთ-ერთი ხო ეპისკოპოსის გამოკვლევაშია. სალოსი. ხო, ერთ-ერთი ეპისკოპოსის გამოკვლევა, სხვათა შორის ინგლისელი თუ ირლანდიელი იყო და მე რუსულ საზღვარგარეთ თუ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა და ეპისკოპოსია რა ის დამავიწყდა ის ჩაწერილი მაქვს რა და იქ ძალიან კარგ რაღაცას წერს რა რომ ხალხმა არ იცისო რომ შეიძლებაო სალოს რო არ იღებსო ხო როგორცო კარები რომ მოუჯახუნოსო ქრისტე რო გიკაკუნებსო და შენ კარებს უჯახუნებო ქრისტესო სახის წინო თან ისე კი არა ზდილობიანად აი სახის წინ რო კარებს მოუჯახუნო ხო და აი ზუსტად მაგის დიდი გამოცდილება მაქვს მე სალოსთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება და უყურე ეს ხიზრი ეს იგივე უყურე რა ხდება ეს უკვდავი სული უყურე ისე გეუბნები ვითომ შენ გამოუშვი სწორედად წიგნი მაგრამ ეს უკვდავი სული არა ასამობ ლაზარე უყურე მოქმედებს დროში ისლამური სწავლებით და წარმოდგენით მოქმედებს დროში და ანუ ერთ-ერთი მისი მისია ნიჭი და რანიშნულება არის გადაარჩინოს და დახრჩობილი ადამიანი ამ ბიჭს ერქვა ხიზრი 8 წლის ბიჭი წარმოიდგინე გადაწყვიტა ცუდად გახდა ხალხი ყველა ნორმალური ადამიანი ცუდად გარდა ეს რა იმხელა სული ვიღაცა ასაც რა მნიშვნელობა აქვს იმხელა სული რომ კავკასია შეკრა კაცმა ბიჭო აბა 8 წლის ბავშვმა რით ერთმანეთთან თავისი უსაზღვრო თავგანწირვის უნარი ვინ იყო ეზიზღებათ ისეთი ხალხი ჯალალედინ რუმიში ნახე ხიზრი ერქვა ანუ ჩვენ ხო არ ვიცით რა სულმა ამოქმედა ეს ადამიანი მე ხა რატო გადავიჭერი ამ პარამეტრში ამ ჭრილში რატო გადავიჭერი ეს სრულიად სხვა სააზროვნო კატეგორიებით უნდა აზროვნდეს ადამიანი რომ მან იგრძნოს განიცადოს და მით უმეტეს გაიაზროს ვინ არის იმ ეკლესიის კანონიკაშიც ვერ ჯდება სალოსი სუეშინია სალოსის შერაცხვის ეშინია კი ბატონო ეგაც არის აბა რა იმიტომ რომ ეს რატო იმიტომ რომ ეს აყირავებს სისტემას კი ანუ ეკლესიას როგორც ორგანიზაციას ეშინია იმიტომ რომ სალოსი იერარქიის მიღმა ანუ იერარქია ხოა და ის საერთოდ მიღმა ანუ მოციქულთა ფასიაო რა არც ერთ კანონს არ აღიარებს არც ერთ კანონს და ძალიან საინტერესო რაღაცა ლაზარე სალოსი მაშინ იგზავნება ღმერთისგან ხო როდესაც ეკლესია და ამ ქვეყნიური მთავრობა, ანუ ამ ქვეყნიური ხელისუფლება და საღმრთო ხელისუფლება ერთმანეთთან არიან ჰარმონიულ, ძალიან კარგ ანუ გამიწიერებული არის, ანუ ყველაფერი არის გამიწიერებული და სალოსი მოდის როგორც შხამსაწინ, ესე იგი ეს არის შხამი რა, ეკლესიაში შხამი იპარება რა, მატერიალიზმი ხო?
და შხამს საწინააღმდეგო საშუალება. ამხილებელი ჭეშმარიტება აგზავნის პირდაპირ ცეცხლს სალოცის სახით და მას ვერავინ ვერ უგებს და ვერაც ვერავინ ვერ უძლებს. ვერ უძლებს, ბიჭო, მე ეს გამოცდილი მაქვს, ბიჭო, ძნელია ურთიერთობა რა. იმიტომ რომ არიცი ყველაფერზელი მისგან. როგორი? დაჟე ნაცნობები და ახლობლებით შენ ხო ამბობ რომ აი მამა გაბრიელს იცნობდი, მე რა ვიცნობდი, ვერ გაუძლებდი. მამა ნიკოლოზს უძლებდით? არა, მამა ვინ უძლებდა? მამა ნიკოლოზის გაგვეძლო, მაშინ ბოლო დღეებშიც მივიდოდით იქ რომ ბევრი ავადმყოფი რო იდგა. მე ახლოსაც ვერ მივდი. ბოლო დღეებში. შინაგანად ძალიან მიჭირდა. ექიმი რომ მეუყვანა ჯინორიან და შეჭამეს, ხო? ნუ რაღაცა. ნუ კაი ახლა რატო იქ არ დარეკა, რატო აქ არ დარეკა? დააბნიეს და არ დარეკა. მაგაზე კი არ არის. რა ჯინორიას კი არ ვაქებ და ვადიდებ. კი, კაცო, კაი გააკეთა. აი გააკეთა რა თქვა რა წილი ერგო ასე თქვა რომ ექიმი მიიყვანა მაგრამ მამა გაბრიელის ხალხს დიდი ის გევალებათ რომლებიც ჩემი აზრის გევალებათ ისე ვამბობ თითქოს ის იყო რაიკომის დივანი უბრალოდ იმ ადამიანებს რომლებიც გამოყვნენ მამა ნიკოლოზს ანუ ამ ხას გამოყვნენ ყველაზე ძნელია დროში დაეწიო იმ მაპტარებელს რასაც ქვია წმინდანთა ჯაჭვი იმ ვაგონში კომფორტულია, სადაც მამა გაბრიელი დღეს წმინდანია. 100%. მაგრამ იმ ვაგონში იყო კომფორტული, სადაც მამა გაბრიელი გიჟი იყო. 100%. ეხლა ამ ვაგონში არა კომფორტულია, სადაც მამა ნიკოლოზი წმინდანია, ხო? ანუ სიცოცხლეში. ეხლაც არა კომფორტული უნდათ რო ყოფილიყვნენ. იმიტომ გადაიღეს არა კომფორტულია, მაგრამ კომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს, თუ კი შეიძლება ეს არა კომფორტულია და იმიტომ არ არის ის ხალხი იქ. ხო და ის ხალხი აქ. კი ბატონო, აქ არის სისტემა, იმიტომ სისტემა ვერ უძლებს. ანუ რელიგიურად არა კომფორტულია. მაგრამ ნუ შეიძლება ცხოვრებისეულად არის მე ერთმა ბათუმელმა კაი ჭკვიანმა კაცმა დაარქვა მშვენიერი სახელი. რელიგია ჩვენ ცხოვრება ხო, დაარქვა, ხო, წესით ესეა, აზროვნებისა და ცხოვრების. მორწმუნეები ვართ რა. ხო, წესის დაახვედრა, მაგრამ ჩემმა ძმა კაცმა ერთმა აცგარდასულმა დაარქვა. ეგენი არიანო მართლმადიდებელი აფერისტებიო, და მაინც მათქმევინე. ესე და ანუ მართლმადიდებლობაში კი კომფორტისტი ვო ადამიანი საერთოდ მე მასე ვიტყვი ვინც მამა ნიკოლოზს ვერ აღიარებს კი ბატონო ვინც მამა გაბრიელს არიძიებს და ბოლომდე ვერ გაუგია მამა გაბრიელი და იღლება მამა გაბრიელით მამა გაბრიელი არ არის გამოძიებული ის რომ მამა გაბრიელმა წიგნები რომ გამოუშვეს და აი იცი რა ყველა გიყვარდეს და ღმერთის სიყვარულია, რას ქვია ღმერთის სიყვარულია? ისეთი დავარტყაო, ვინმე რო დამარტყასო, რომ ფეხზე ვერ ადგესო. რას ქვია? 1000 რაღაცეებია მანდ გამოსაყოლები. გელივით იყო. იმ ხელას დაიყვირებდა, შეიძლება ცუდად გამხდარიყავ. ისა შევარნაძე მოკალით ილია მეორე ჩამოაგდეთო. გამოძიებულია წერია სადმე? რატო ამბობდა? ხო. შევარნაძის ნაირი მტერი არ ყოფილია საქართველოსო. და 1000 რაღაცეებია. არ უნდათ, იმიტომ რომ ეს მოიტანს ლანძღვას, უბედურებას და მთელ ამბავს. როგორ უყურებ იცი სინამდვილეს გია ესეც მინდა ვთქვა. კი ბატონო. ყველაზე დიდი, ასე ვთქვა, საცავი ცოდნის, არა პრაქტიკულ ცოდნას რაც შეეხება, ანუ ქრისტე ცოცხალის არწმუნება, როგორც აზროვნებისა და ცხოვრების წესის დამხვედრა, თვითონ ადამიანი. თვითონ სეიფი არის ადამიანი. აი კი შეიძლება წიგნი გადაასწორო, ის რაღაც შეცვალო, ის მოიპარო, ის გააქცუნო უცხოეთში, თქვათ, ხო? თუ გინდა მაპატიოს მამა ნიკოლოზის სისხმა, წმინდა სისხმა, რომელიც აქაა დაბრძანებული, შეიძლება ეს ვიღაცამ აი გეშეროული იქ, მაგრამ შენში რაც ჩადო ის იმას ვერავინ ვერ მოკლებს და აი ეს არის ამენ აი მაგით ხო ყველა იყოს გახარებული ტრადიცია ვინც მამა ნიკოლოზს ამინ და მამა გაბრიელს ერთობლივად ჩვენს მეუფე ილარიოს და ჩვენს მე იმათთან ცოტა მერიდება და მწვენეა ხო იმიტომ რომ ეს დიდი ხალხი თვითონ მამა ნიკოლოზ მამა გიორგი მამა ნიკოლოზს აქვს ნათქვამი რომ ეგეთი დიდიო მე რა ბიძიამ მითხრა მეუფე ილარიონი როაო ეგეთი დიდი მოაზროვნე ადამიანი არავინ არ არისო
სოფლიოში და ჩვენი და ის სინამდვილეში უბრალოდ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში და ცოტა მერიდება სულ ის ამაკრო როგორ შეიძლება არ ვახსენოთ რა ეს ხალხი კი ეს წმინდა მამები სურათები უნდა გვეკიდოს სახში წეს აბა და მასეც იქნება ისინი იყვნენ საქართველოზე მლოცველები და არიან კიდეც და მასეც იქნება და მასეც არის და ამის აღიარება ნელ-ნელა აუცილებლად მოგვიწევს ყველას და ეს იქნება დიდი ბედნიერება თითოეული ჩვენგანისთვის და საქართველოსთვის გაიხარე აძმა მოგიჭა მე როცა იქნება ალბათ როცა იქნება ვინო ვერ ვარ ვერა მადლობ